პირველი საარტილერიო ბრიგადის პირადი შემადგენლობა საზეიმო ღონისძიებაზე მოწყობილია. ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი თაბუგაშვილი. გამარჯობა ბატონებო. მოგესალმებით ბატონებო. დღეს განსაკუთრებული დღეა. ტრადიცია გრძელდება და მე როგორც ჩემი წინა კოლეგები, თავდაცვის მინისტრები ამ დღეს თქვენთან ერთად დავნიშნავთ. ქართველი სამხედროები ყოველთვის გამოირჩევიან საკუთარი განსაკუთრებულობით, პატრიოტიზმით, სამშობლოსადმის თავდადებით, რაც არაერთხელ არის აღნიშნული ჩვენი პარტნიორების მხრიდან იმ ქვეყნების შეერაღებული ძალების მეთაურთა მხრიდან, რომელთანაც ერთად ჩვენი სამხედროები ასრულებენ ამოცანებს სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში. ჩვენი სამხედროების დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ განსაკუთრებულია ნამდვილად. სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო, ჩემო თანამებრძოლებო. ემსახურები საქართველოს. ემსახურებით საქართველოს. ემსახურები საქართველოს. საარტილერიო სადაზვერო ჯგუფების ხელსაწყოები. ამის ასევე გამოიყენება რომ ეფექტური არის არტილერიის როლი განსაკუთრებულია ზოგადად საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ჩვენი არტილერისტები ყოველთვის იდგნენ ქვეყნის სადარაჯოზე, ყველა იმ კონფლიქტში, რაც ჩვენ ქვეყანაში ასე ვთქვათ ყოფილა. მიულოცეთ ასევე ახალ წვეულებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, ემზადებიან ფიცის მისაღებად, დავათვალიერეთ ნაწილობრივის შეიარაღება, რაც საარტილერიო ბრიგადას გააჩნია. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, პრიორიტეტი ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარების იქნება არტილერია და საარტილერიო დანაყოფები, რაზეც ჩვენ აქტიურად ვიზრუნებთ. ქართველმა არტილერისტებმა თავისი სიტყვა თქვეს აფხაზეთის კონფლიქტის დროს, ოსეთის კონფლიქტის დროს, განსაკუთრებით 2008 წელს. ქართული არტილერია იყო, არის და იქნება ის ძირითადი ძალა, რომელიც განაპირობებს საქართველოს თავდაცვითარების მდგრადობას. პირადი შემადგენლობა და მე პირადად ვარ მოხარული იმით, რომ ახალი მინისტრი პირველად მობრძანდა ჩვენ ნაწილში და რა თქმა უნდა, ჩვენი საარტილერიო ბრიგადის პირადი შემადგენლობა არის მოტივირებული ამ საკითხით. მე მინდა დღევანდელი დღე მიულოცო ყველა მოქმედ და ვეტერან არტილერისტს და მინდა უსურვო ძლიერება, კიდევ უფრო გაძლიერება და ღირსეული მსახური, როგორც აქამდე იყო და ეს არტილერიის ბრიგადამ არაერთხელ დაამტკიცა. პირადი შემადგენლობა მთელი შეიარაღებული ძალების რიგებში იყო ძლიერი და მთლიანი.